მოგესალმებით ჩვენი პროექტის ფარგლებში მომავლის ხმა დღეს ჩვენი სტუმარია ვასო დვალაძე და მისი წვრთნელი დავით დუშუაშვილი რომელიც არ ვიცი ერთგვარად სიამაყით მავსებს ვასოს ისტორია და თან რაღაცნაირად ცოტა გულიც წყდება რომ ეს სპორტი არც ისე დაფასებულია როგორც სხვა პოპულარული სპორტები ჩვენს ქვეყანაში თორე ეხლა არ ვიცი ვასო უნდა იყოს ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ქართველი მაგრამ მე მჯერა რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე შეიცვლება და ეხლა მე თქვენ მოგიყვებით რა ტიტულები აქვს ვასოს ვასო არის მრავალგზის საქართველოს ჩემპიონი კუდოში სამგზის ევროპის ჩემპიონი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული მსოფლიო თასის მფლობელი და მსოფლიო რეიტინგში პირველი ნომერი თავის სპორტის სახეობაში და ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა და ძალიან ბევრი წარმატება აქვს წინ როგორც ვახსენე, ეს სპორტი არც ისე პოპულარულია როგორც სხვა სპორტები და მინდა როგორც ბატონ დავითს ისე ვასოს მოვაყოლო ზოგადად ამ სპორტის შესახებ, რომ ჩვენ მსმენელისთვისაც გახდეს უფრო საინტერესო. ხო, აი მოგვიყევით იმ სპორტის სახეობაზე, რომელშიც თქვენ მოღვაწეობთ. მოდი დავიწყოთ ბატონ დავითით, ხო? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მოკლედ კუდო არის აღმოსავლური თავძველები იაპონური სახეობა არის საქართველოში დაახლოებით 10 წელიწადია რაც ჩამოყალიბდა ეს კუდო სახეობა და რადგანაც შესაბამისი პოპულარიზაცია არ არის ამისი ეს იმას ნიშნავს კიდევ ერთხელ რომ არ არის დიდი ხნის ჩამოტანილი საქართველოში ეს ორთავძული სახეობა როგორც ესეთი მსოფლიოში დიდი ხანი იყო ეს კუდოს ფედერაცია მაგრამ საქართველოში 10 წლის უკან შემოიტანა ჩვენმა ფედერაციის პრეზიდენტმა ბატონმა დავით ხახუტაშვილმა დაარსა საქართველოს კუდოს ფედერაცია და იმის შემდეგ დავიწყეთ ჩვენ ამ სახეობაში გადასვლა ვარჯიშები და წინსვლა და წარმატებები, რაღაც ბევრი ბავშვები ყავს საქართველოს მასშტაბით. სხვადასხვა ქალაქებში და კლუბებში ბევრი ბავშვები ვარჯიშობენ და რაღაც ჩვენი ფედერაციას და ხელმძღვანელობაც, აი ბატონი დავით ხახუტაშვილის და ბატონი ლექსო ფილფონის თავოსნობით შაუხრელად შრომობენ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი პოპულარიზაცია გააკეთონ ამ ფედერაციის და ბევრი წარმატებული სპორტსმენი ხალხის.
და ჩვენს რეგიონში საკმაოდ პოპულარულია, ნათელი მაგალითი არის თელი შტაბი, ფედერაციის შტაბი მუშაობს მუშაობრივად, მათ შორის თავარი მწვრთნელი დავით ყოლბაია და რა ვიცი, ყველა ვინც არიან, მინდა რომ დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, რომ ამ 10 წლის განმავლობაში იმხელა წარმატებები და იმხელა შედეგები აქვს საქართველოს კუდოს ფედერაციას, რა ვიცი, ბევრი ქვეყანა, ესე ვთქვათ, თეთრი შურით გვიყურებს რა, შურს ჩვენი მიღწევები და საქართველოს უკვე დაიკვირდა ის ადგილი მსოფლიო რეიტინგში, რომ როცა ჩავდივართ ჩვენ ევროპის ჩემპიონატია თუ მსოფლიო ჩემპიონატია, უკვე საქართველოს ნაკრებს მოისაზრებენ სამეულში შემსრულელ ნაკრებად რა, რომ აი იქ მიდის ძირითადი ფინალები მიდის საქართველო, იაპონია, ან რუსეთი, ან ისეთი დიდი ქვეყნები. ამხელა ქვეყნების გვერდით დავარ ჩვენ და ბევრ ქვეყანას უსწრებთ კიდევ ერთხელ რეიტინგით რა. ეხლა ვასო მაინტერესებს როგორ მოხდა ამ სპორტში, რომ მოგვიყე ჯერ შენ ბავშვობაზე, რამდენად ეს იყო პირველი სახეობა თუ სხვა სპორტის სახეობებითაც იყავი დაკავებული და აი როგორ მოხვდი კუდოში? პატარობიდანვე სულ რაც სპორტული ვიყავი და ვეძებდი სხვა სპორტებში ჩემ თავს იქ იყო ფეხბურთი, კალათბურთი, ჭიდაობა და მრავალი სხვა. და ამის შემდეგ აღმოაჩინე ეს კარატე, სხვა სტილს შევხვდნენ, შიდოკანში ვიყავით კიდე ბუჟინსაც. და შემდეგ გამოჩნდა ეს კუდოს სახეობა და ღრმად ჩავერთეთ ამ სახეობაში. და ეს არ არის მარტო ერთი დისციპლინა, ეს არის სხვა სპორტის სახეობების ერთობლიობა. მაგალითად, როგორც არის ძიუდო, ჯიუ-ჯიტსუ, თავისუფალ ჭიდაობაც გჭირდება, ასევე დგომში შესაჭიროება კრივი, კიკბოქსი, ტაიკვანდოც და ანუ ბევრი სტილი გჭირდება, ბევრი დიდი ცოდნა გჭირდება, რომ ეს ამ სტილში იჩხუბო რა, მარტო ერთი რაღაცით მასაზე ვერ იჩხუბო. დაახლოებით როგორც MMA, ანუ ეგეთი სტილი არის. და რა ასაკის იყავი, რომ აი ამ მიმართულებას დაახლოებით 9 წლის ვიყავი, როცა დავიწყე ეს სპორტში მომაწეობა. მე ვიცი, რომ ბატონი დავითი არ ცხოვრობდა თავიდან აქ, დაბრუნდა თავის კუთხეში და შემოიტანა ეს სპორტის სახეობა და აი ესეც მინდა რომ შეგეკითხოთ, რომ თავიდან რა ნაბიჯები იყო საჭირო, რა ეტაპზე იყო, ну, როცა რეგიონში საერთოდ არ არის ეს მიმართულება, ალბათ ძნელია და რაღაცა ესეთი ნაბიჯების გადადგმა გიწევთ და მე თქვენი შეხვედრის ამბავიც რომ მომიყვეთ. მოკლედ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მე რაიონში არ ცხოვრობდი, რაღაც სამსახურებო მოვალეობას ვასრულებდი, თავდაცვის მინისტროში მსახურობდი მრავალი წელი. როდესაც დაბრუნდი უკვე ჩემ რაიონში საცხოვრებლად და გავაკეთეთ ესეთი ამბულატორში ჩამოყალიბდა ორთაბრძოლების სახეობა კლუბი, შევხვინე, მაშინ ვიყავი ჩვენ შიდოკანის სახეობაზე, ისიც სამჭიდი არის და სრული კონტაქტური ორთაბრძოლა არის. და მე დავიწყე, ვთქვათ, სკოლებში ბავშვების მოძიება, შევდიოდი კლასში და მეუბნებოდი, რომ ბავშვებს აი გაიხსნა ეს სახეობა და ვისაც სრული ექნებოდა, უნდა შემოსულიყო და ევარჯიში. ალბათ უხსნედით ტრანსპორტი და მაშინაც ერთ-ერთ სკოლაში შესვლის დროს, ერთ-ერთ კლასში აღმოჩნდა ჩვენი მსოფლიო ჩემპიონი ვასილ ბალაძე, რომელიც პატარა ბავშვი იყო, მართალი ბავშვი იყო და პირველი დარბაზში მოყვანა გვახსოვს იმითი, რომ როდესაც მოიყვანეს ისეთი გამხდარი სუსტი აღნაგობის ბავშვი იყო და უბრალოდ მშობლებმა თქვეს, რომ მინდა რომ ცოტა წაევარჯიშოს, უბრალოდ ჯანმრთელად იგზნოს ბავშვმა თავიო რა, თანატოლებში რომ არ დაიჩაგროსო და რა ვიცი ახლა ვასო დაიჩაგროსო. არავინ ელოდა ამხელა წარმოედგა. და ზელინა მე აი მაშინ იმ პერიოდში სპორტ სკოლაში მიმდინარეობდა რემონტი, არ აქონა ჩვენ შესაბამისი ფართი დარბაზში და რა ვიცი, ხან მეორე საშუალო სკოლის დარბაზში ვარჯიშობდით, ხან სტადიონზე ვარჯიშობდით, ხან ესეც გადახურვაში ვარჯიშობდით რაღაცა, რომ ბავშვების თავარია мотиваცია შემექნა, ნელა დაგვეწყო ეს საქმე და დავიწყეთ და ეხლა ჩვენი ფართიც აგვაქვს. ძალიან კარგად მოწყობილი დარბაზი გვაქვს იმისათვის, რომ ბავშვმა შეძლოს იქ ვარჯიში და მოსვლა რა. და შედეგმაც არ დააყონა, ამდენი წარმატებული სპორტსმენი გქონდა. ეხლა ვასოს ვერსია მინდა მოვისმინო, 9 წლის ვასო ოჯახს მიყავს, რომ გავხდარია და არ დაიწყო. შორის უფრო ჩემი მხრიდან იყო დაინტერესება, ვიდრე ოჯახიდან, მაგალითად დედაჩემს უნდა რომ ცეკვაზე მე გამიგრძელებინა. და ერთ დღეს იყო ეს ცეკვის კლუბის გახსნა, ესე ვთქვათ და კარატის სკოლის. ერთი და იგივე დროს, ერთი და იგივე დღეს. და ჩემს საბედნიეროდ ცეკვის ამაზე მიმიყვანეს, არ იყო იმ დღეს ეს კლუბი არ იხსნებოდა და როგორც თქვით, არ მისმხარდი ცეკვაზე.
ისევია. მაგრამ აღმაგობას რო უყურებთ, ცეკვამაც ესეთი დიდი დანაკარგი განიცოდა. გავიცდი, მაგრამ თქმა უნდა ეს მიჩემი. და რა თქმა უნდა, სპორტის ძიებაში ვიყავ და რომ გავიგე რაღაც თვალები გამიგაც და ესე რომ ვთქვა და იმ წუთიდან და წამნა რაღაც მივხვდი რომ რაღაც ჩემი იყო უფრო. ოჯახი ალბათ თავიდან არ უყურებდა ეს აი რომ თქვა ჩემს არ უნდა რაღაც დამიზიანებინა და ისეთი ვიყოფილიყავ. მაგრამ აუცი შეიძლება და პირიქით ეხლა ძალიან ბედნიერია დარწმუნებული ვარ ოჯახიც და ბევრი რაჭველი ადამიანიც ხარობს შენი წარმატება. მე რა მაინტერესებს, აი ორივესთან მექნება ასეთი კითხვა, რა არის განმაპირობებელი ფაქტორი სპორტსმენისთვის, რომელიც აი რაღაცა წარმატების მიღწევაში გვეხმარება. შენთვის როგორც სპორტსმენისთვის, მე ბატონ დავით ვკითხავ, როგორც სპორტსმენისთვის, აი რა ეხმარება, რა ჭირდება, რა თვისება ჭირდება სპორტსმენს იმისთვის, რომ მიაღწიოს წარმატებას გარდა ნიჭისა და რაღაცა მონაცემებისა ფიზიკური. პირველ რიგში რა თქმა უნდა, შრომის მოყარეობა უნდა იყოს და გააზრების ქონა, უნდა გაიაზრო რატო აკეთებ და რისთვის აკეთებ. აი მაგალითად ჩემთვის არის ცხოვრების სტილი და მიყვარს ეს საქმე და მაგითო აკეთებ, რაღაც თანხის ანურარი სანაცვლოდ არ არის ნამდვილად. და ეგა თავად პირველ რიგში შრომის მოყარეობა გქონდეს და გააზრება იმ საქმის მიმართ, რასაც აკეთებ. და მეორე მხრივ შეიძლება თავდადებული იყო, ძალიან ესეთი მოტივირებული იყო, მაგრამ ჭირდება სწორი მიმართულება, ტრენერი ჭირდება სწორი, რომ სწორ გზაზე დაგაყენოს. რა ვიცი, დავითი ცოცხალი მაგალითად. კარგი ტანდემი გამოვიდა მოკლედ თქვენში. აი თქვენ რა სიტყვებით ბატონო დავით, როგორც მწვრთნელი, აი თქვენ შეგვიძლია რა უნდა გქონდეს საიმისოდ, რომ აი რაღაცა მისგან ესეთი წარმატებული სპორტსმენი გამოიყვანოს. ბატონო, ყველაფერი განპირობებულია ბავშვთა და მსმენელის დამოკიდებულებაზე. აი ყველა ბავშვი ნიჭიერია, ყველა ბავშვი ტალანტია, თავარია მსმენელი როგორ გამოძერწავს იმას დარბაზში და რა პირობებს შეუქმნიან, როგორ გაწყობაში შეუქმნიან შედა. მე ყველაფერს ბავშვი რო გაიაზრებს ამას, თავის რეჟიმს, თავის დისციპლინას, მიზანდასახულობას კიდე სათავეში ჩაუყენებს, უკვე წარმატებების მოდის. თავარია იყოს ბავშვი მიზანდასახული, რომ მიზანი ქონა, არა ფიქრი რომ იმისი და ოცნება რჩება ოცნებას, მაგრამ მიზანდასახულობა რომ ყოველდღურად იმ ბიზნეს მიაღწიოს და ნაბიჯები გადაგას. ბიზნეს მისაღწევად რა. ხო, ალბათ მოთმინება ამას ვერც უყურებს, ვინც მონდომებულია, ხერს უწყობს, დამატებით პროგრამას დამატებით ვარჯიშებსაც უტარებს და მე აღარ ყოლდება ეს შედეგები და წარმატებაც მალე მოდის რა. და დავამატო რომ მარტო ვასო ჩვენი ცოცხალი ლეგენდაა და სულამბრაუს და ვასოს გარდა არიან ბევრი ბავშვები აქ ჩვენ დარბაზში, რომელმაც არაერთი ტიტული აიღეს და მოუტანეს რაიონის გახარება. აი მაგალითად ვასოსთან ერთად იყო რომელიც ვიცე-ჩემპიონი გახდა ლუკა ნასარიძე, კარგი ბიჭი, 20 წელი უკვე დიდებში იჩხუბა და ამხილა შედეგი დადო. აგრეთვე ანჟელა მეორე ადგილი დაიკავა და მესამე იყო, რომელმაც მესამე ადგილი გააკეთა მსოფლიოზე. და რა ვიცი, რაჭიდან ეხლა 4 ბავშვი იყო ნაკრებში გამოძახებული ამ ბულგარეთში მსოფლიო ჩემპიონატთან და 3 სიჯის მედალი წამოვიღეთ. აგერ ვასიკო ჩემპიონი წამოვიყვანეთ, ვიცე-ჩემპიონი წამოვიყვანეთ და ბრინჯაოს მედლის მფლობელი წამოვიყვანეთ. ერთი პატარა კუთხისთვის ეს ძალიან დიდი შედეგია და მეოთხესაც ჰქონდა შანსი ბატონ ავთანდილ ყეშელაშვილის, მაგრამ მესამე ადგილისთვის წააგორთა ბრძოლა და წინარე ყველაფერი. კი, წინარე ჯერ 13 წლის ბავშვია, აზიათ მომავალი წინა ხა. მადლობას გიხდით ჩვენთან მობრძანებისთვის, ჩვენი დაფასებისთვის, ჩვენი კლუბის გაცნობისთვის, რომ გავაცნოთ მაყურებელს და მთელ რაჭას და მთელ საქართველოს. მე ახლა წარმოგიდგენთ ამროლაურის კუდოს კლუბს, გუნდს, სადაც 20-25 ბავშვია დაკავებული ვარჯიშით და გვაქვს დიდი წარმატებები, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. აი მათ შორის აქ არიან ის ბავშვები, რომელმაც ჩვენი ქვეყანა ასახელეს. დავიწყებ პატარებიდან, ჩვენი ავთულა, ავთანდილი კობახიძე, რომელიც არის საქართველოს ჩემპიონი პატარებში 2024 წელს გახდა. ჩვენი გიორგი მალაქშანიძე საქართველოს ჩემპიონი გახდა კუნფუში, ჩვენ როგორც კუდოში, ასევე სხვადასხვა ხელჩართული ბრძოლების ორგანიზაციებში ვღებულობთ მონაწილეობას, როგორიც არის კუნფუ, კუდო, შერეული ორთაბრძოლები, სანდა, კიკბოქსი და ესე შემდეგ.
ჩვენი თეკლა გოგონა, რომელიც არის საქართველოს ჩემპიონი და საერთაშორისო ჩემპიონი და აგრეთვე პრიზიორი, ჩვენი დემეტრე ჭელიძე, საქართველოს ჩემპიონი კუნფუში, ჩვენი გიორგი მომცელიძე, ანჟელას ძმა არის, ეს საქართველოს ჩემპიონია, საერთაშორისო ჩემპიონია კუნფუში, ხოლო ამის და კარგად ვიცით, რამდენი წარმატებები აქვს მიღწეული როგორც საქართველოში, ისევე საზღვარგარეთ. ჩვენი ავთანდილი ტყეშელაშვილი საქართველოს ჩემპიონი მრავალი გზის, როგორც კუდოში, ასევე კუნფუში, ასევე საერთაშორისო ჩემპიონი კუნფუში და მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ეხლა 2025 წელს ბულგარეთში, სადაც ერთი ნაბიჯი დააკლარო სამეურში შესულიყო. შემდეგი ყავს ივანე მაისურაძე, ASP-ში დადის ქალაქონიდან და ვარჯიშებს არ აცდენს, ისეთი შეყვარებულია ამ ორთაბრძოლებზე, ესეც ანალოგიურად საქართველოს ჩემპიონია და საერთაშორისო ჩემპიონია. ჩვენი ერეკლე ჭრებალო სიამაყე პატარებში საქართველოს და საერთაშორისო ჩემპიონი კუნფუში. მოკლედ გადავედი ახლა მოზრდილებზე და დიდებზე, ჩვენი ლუკა ნასარიძე საქართველოს მრავალი გზის ჩემპიონი, როგორც კუნფუში, ასევე კუდოში, აგრეთვე ევროპის ჩემპიონი კუდოში და მსოფლიო თასის ვიცე-ჩემპიონი კუდოში. ძალიან მაგარი სპორტსმენი და წინა გვაქვს დიდი მიზნები დასახული იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში UFC-ში ვიხილოთ ჩვენი მებრძოლები ამრულაურიდან. ჩვენი ვასილი დვალაძე საამაყობიჭი, საქართველოს მრავალი გზის ჩემპიონი კუნფუში, საქართველოს მრავალი გზის ჩემპიონი კუდოში, საერთაშორისო ჩემპიონი კუნფუში, ევროპის სამგზის ჩემპიონი ზედიზედ კუდოში, ევრაზიის ვიცე-ჩემპიონი კუდოში და მსოფლიო ჩემპიონი კუდოში. და ანალოგიურად ამაზედაც გვაქვს წინ მიზნები და გეგმები, რომ შემდგომი ნაბიჯები ჩვენ გადავდგათ უმაღლეს ორთაბრძოლების ორგანიზაციაში, რომელსაც UFC ქვია და MMA ქვია. მოკლედ, ჩვენი ნიკოლოზი, ჩვენი მარჯვენა ხელი, ჩვენი მაგარი კაცი, ბოქსიორი, სუფთა ბოქსიორი, საქართველოს ნაკრების წევრი, რომელიც გვერდში გვიდგას და ვარჯიშობს ჩვენთან ერთად. მოკლედ, აგერ ჩვენი საბათ შემოგვიერთდა ყიფიანი, ძველი ვეტერანი, ჩვენი საამაყობიჭი, საქართველოს და საერთაშორისო ჩემპიონატების მრავალი გზის გამარჯვებული კუნფუში, ასევე ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი კუნფუში. ჩვენი საამაყობიჭი. მოკლედ, კიდევ და კიდევ დიდი მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის, ჩვენი გუნდის გაცნობისთვის, გახარებისთვის და გვირდებით, რომ წინ დიდი წარმატებებს გაჩუქებთ და ბევრჯერ ავაჟღერებთ საქართველოს სიმს და დროშას ავწევთ. საერთოდ არის ამ დათამაშებული არა მარტო ფიზიკური ვარჯიშებით შემოიფარგლებოდა, სულ ჰქონდა ვარჯიშის ბოლო სადაც ლექცია და სულ სხვანაირი ფსიქოლოგიური მომზადება თუნდაც იმ შეჯიბრისთვის, თუნდაც სხვა ვარჯიშებისთვის და სხვანაირი განწყობით ვარჯიშობდა, სხვანაირი მოტივაციით და მის შემდეგ. და იქ ძალიან მთავარი არის სპორტსმენის ცხოვრება, შეიძლება ძალიან ათლეტური იყოს, ფიზიკური ჯანმრთელობის ჰქონდეს, რაღაც კარგად ჭუმობდეს, მაგრამ თუ ფსიქოლოგიურად მზად არ არის, ჩათვალით ასლი არ აქვს. კი, ნამდვილად. მონაწილეობა. აი ბატონ დავით, აი რა არის ეს ფსიქოლოგიური ფაქტორი, რასაც იყენებთ აი თქვენი შეგირდების მომზადების დროს, აი ტურნირის მომზადების დროს ფსიქოლოგიურად განწყობა ალბათ, ხო? აი უფრო რა არის ისეთი დაჯერება უნდა აუმაღლო მოსწავლეს ან ბავშვს. თვითონ წმენა დაჯერება უნდა ქონდეს, რომ ის არ არის უბრალოდ აჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც შევა დატამზე თუ რიგზე და ხეს დაარტყავენ, განახევენ და გამოვა. არა, ის შედის იქ პეტრად, გამოკვეთილი, გონებაში ჩაგვიშტილი იმისთვის, რომ ის მოგებისთვის შედის დატამზე და პატივს მიაგებს, როგორც მოწინააღმდეგეს, ისე წმენას და ყველას და ყველას რა. თვით დაჯერება უნდა შეუქმნა. წმენას უნდა კი ბატონო, რომ შენ ხარ ძლიერი, შენ ხარ მაგარი, შენ რაღაც ყველაფერს შეძლებ. და
მართლაც გამოდით არის კიდე რამოდენიმე ხრიკები საერთოდ მაგას არ მოხდა. მაგის გამხილას არ თქვა. მას აი ეხა შენ რომ მოგვიყარ ერთი შენი დღე, აი როცა რაღაცა და არ ისვენებ აქტიურად. აი ეგეთი დღე მაინტერესებს როგორია, ან რას გადის სპორტსმენი მე ამხელა წარმატებას რო აღწევს. აი ყოველდღიურად რომ მოგვიყარ. ის თუნდაც თქვენი შვიდან როსაც გააჩნია როგორი ტიპის ვარჯიში არის მივდივარ ვარჯიშზე 9-ზე ნაცემა ხოლმე მივარჯიშებ 2 საათიან ვარჯიშები არის ხოლმე დილით შეიძლება რაღაც ჭიდაობა იყოს თუნდაც შეიძლება ლაპი იყოს კრეპლინგი არ აქვს მნიშვნელობა მე მივდივარ სახლში რაღაც ჭამს ვისვენებ და საღამოს ისე ვარჯიშები მოვდივარ ვიცინებ ანუ ეს იმიტომ ვკითხე რომ რაღაც ალბათ სპორტსმენს ბევრი რამის დათმობაც უწევს ხო ხა როცა შენ თანატოლობის სიტყვაზე რაღაცა სხვა რაღაცებით ერთობიან კლუბებით რესტორნებით რაღაცა შენ ამ დროს შრომა გიწევს და ეს მინდოდა ზუსტად რომ გაზრებული მაქვს ეს ჩემი ცხოვრების სტილი რა ანუ ეს გზა ჩემი თავში სხვას არ დავდალებია და ეგ არის თავი რომ სიყვარული მაქვს ჩემი საქმისადმი და მისთვის ყველაფერს ვარ დავწერე ყველაფერს თომამისთვის გასაგები. აი რა სიტყვი განათლების როლზე სპორტსმენისთვის. ანუ აი ორივეს შეგეკითხებით ამას რა როლი აქვს? ანუ მარტო საკმარისი არის თუ არა მხოლოდ შენ სპორტში იყო რაღაცნაირად დაკავებული და ბოლომდე ჩართული თუ რაღაცა ზოგად განათლებასაც ფიქრობ, როგორ ფიქრობთ? რამდენად ეხმარება სპორტს? ეხლა შევახსენებ მაგას ვასოს მე აი ეს თაობა პირველი თაობა რომელიც ჩემთან დაიწყეს ვარჯიში შეჯიბრებაზე არ მიყავდა მოსწავლე თუ მას ნიშნები ქონა დაბალი სკოლაში მე ვამოწმებდი ამას ყოველ იმაში კვარტალში და ის მოსწავლე არ მიყავდა შეჯიბრებაზე ვისაც დაბალი ნიშნები ქონა ანუ დამრიგებელი მეთქოდა რომ ყოფაქცევაში არის ძალიან ცუდი ვიჯიკით მუშაობით მე რაღაც პერიოდი გაგვთრიზედაც ვარჯიშიდაც რაღაცა შევეკითხებ და აბა ამაში რატო გაქვს დაბალი ნიშანი აბა მოდი გუნდი დავეხმაროთ ამას აბა გუნდი დავეხმაროთ მოდი მოსწავლემ ეს არის აუცილებელი ანუ ბავშვის განათლება არის სპორტში აუცილებელი ფიზიკურ მომზადებას უნდა ეწეოდეს გონებრივი მომზადება თუ ერთ-ერთი მაინც აცდენილია ფიზიკური მომზადება უფრო წინ უსწრებს ვიდრე გონებრივობა არ არის შემდგარი სპორტსმენი ამიტომ თანაბრად უნდა მიდიოდეს გონებასთან ერთად ფიზიკურობა უნდა მიყვებოდეს ბავშვთან. ეგ არის ახლა უცოდინარი სპორტსმენი დიდ წარმატებას ვერ მიაღწევს. რაღაც ეტაპისზე მივა, რაღაც ნაბიჯს გადადგავს, მაგრამ იმაზე ჭკვიანი შეხვდება, იმაზე განათლებული შეხვდება, ისე შეისწავლის იმას, რომ მე იმ ტიპის შემოართმევს ჩვენი ბრატი. ხო, ალბათ მორთა ბრძოლის დროსაც რაღაც გადაწყვეტილებების მიღება გიწევს და ხო, შეისწავლოს შენი მოწოდება, შენ თუ იმის გააზრების უნარი არ აქვს, შენი მოწინააღმდეგე როგორი ტაქტიკით და როგორი სტილით ჭუბობს და ამას ვერიაზე, აზრი არ აქვს ხელების ქნებას. სულ ამას ვეუბნებოდი და ბავშვებს ესეთი ის არის რა, ლეგენდასავით არის რომ აი ხარი არის ნახევარტონიანი, ხო? დიდი ხარი. და ბავშვი მოყავს ის. ბავშვი ემორჩილება, იმიტომ რომ ბავშვი იმას გონებით აჯობებს. ჭკუით აჯობებს, თუ არა ძალით პირველ აჯობებს. ამიტომ სპორტსმენში აუცილებელი არის ფიზიკურობასთან ერთად გონებრივი განათლება. ნამდვილად საინტერესო პასუხი იყო ორივეს მხრიდან. აი ეხლა გადავიდეთ რა როლი აქვს გულშემატკივარს როცა უკვე აი ტურნირზე ხდება გამოსვლა. აი რა განწყობა, რამდენად მოქმედებს ეს ბრძოლის დროს? ძალიან დიდი ძალა აქვს ესე რომ თქვა და мотиваცია აქვს ამ ყველაფერს.
რომ როდესაც რაღაცთვის ემზადები თუნდაც აი შეჯიბრზე გადიხარ, არის პირადი ინტერესიც არის და არის ეს სხვა მაგის პირადი ინტერესის გარდა სხვა რაღაც არის, რის გამოც აკეთებ და რომ წარმოვიდგენ რაღაც ასე რომ მოვიგებ, ანუ წარმოვიდგენ ხოლმე, ან სანამ დავალ რომ მოვიგებ, ჩემი გულშემატკივარი, ჩემი თუნდაც განასოფლი, ჩემი კუთხეს როგორ გავუხარდება და მაგას უფრო დიდი ძალა აქვს რა და უფრო მეტად ვცდილობ რომ გავახარო ჩემი კუთხეს ერთხელ და საქართველოს. კი ბატონო, შენ ბევრჯერ მოგიწია საქართველოს დროშის აფრიალება და აი ეს რა განცდა არის რა, როცა შენ ასახელ ინდონეზია შენ ქვეყანას, რომ შენი დამსახურებით ყველაზე მაღლა საქართველოს დროშა ფრიალებს. ძალიან დიდი ესე ვთქვათ პასუხისმგებლობა არის და რაღაც ენით რა წერილი სიხარულია, იმ წუთში ვერ გადმოცემ იმ ემოციებს რა. მართლა ანუ შენი შრომა, შენი ღვაწლი რამდენი ხნის რო გიფასდება. რა ვიცი ძალიან დასაბასებელია ერთი მომენტია. ბატონ დავით, აი თქვენთვის რა შეგრძნება, როცა აი ამდენ შრომასდებ სპორტსმენში და აი ამ დროს ზუსტად ამ ჰიმნის დროს რა ემოცია აქვს მწვრთნელს? რეალს ჩემი ვასო დამოწვა, მე ვეღარ ვჩერდები დარბაზში ამ დროს და გამოვდივარ ზედმეტი ემოციებია, ხან ცრემლი მომდის, ხან ვიცინი, ხან არ ვიცი რა ისეთ საქციელს მაგეთებიებს და კარგი მადლობა ღმერთს რომ ეს განცდა მომცა რა უფლმა რომ აი მსოფლიოს ევროპის საქართველოს თუ საერთაშორისო ჩემპიონები ყავს ჩვენ და ეს ჩემი შრომა დააფასა რა. დამიფასდა და ვიცი იმედია კიდე მომავალშიდაც ვასოს ბევრი მიბაძავს და ესე წარმატებულ სპორტსმენებს ბევრი მიზავს და ბევრი ამბრაული და ბევრი რაჭული იქნება სოფლიო პარსპექტზე პირველ ნომრად. აი ბოლოსკენ სწორედ ეს მინდა კი უთხრათ, აი იმ ბავშვებს თუნდაც ვისაც ჯერ არც უფიქრიათ რომ სპორტში რაღაცა თავისი ძალები მოსინჯონ, ან ვისაც უფიქრია და აი რაღაცა ეხლა დგას პირველ ნაბიჯებს. აი რას ვეთყოდით, რას ვუსურვებდით, რას ვურჩევდით ესეთ დამწყებ სპორტსმენებს. მე ვარ ირაკლი ხურელიანი. რამდენი წელია ირაკლი, რაც ვარ? 3 წელია ვარჯიშობ. ირაკლი, რას ნიშნავს, როცა შენთან დარბაზში მსოფლიო ჩემპიონი ვარჯიშობ? ჩემთვის არის ეგ მაგალითი და მინდა მეც რო გავისტები, მასავით წარმატებული ვიყო. აუცილებლად იქნები მასალის წარმატებული. მოგესალმებით, მე ვარ ავთანდილ ყეშელაშვილი. ავთო, რამდენი ხანია რაც ვარჯიშობ? დაახლოებით 7 წელია ვარჯიშობ და მივაღწე ბევრ წარმატებას. აი რომ გითხრა მაგალითად. ორჯერ გავხდე ევრაზიის ჩემპიონი კუნგ-ფუ სანდაში, სოფლიო ჩემპიონატზე ვიასპარეზე კუდოში. სამწუხაროდ იქ დავმარცხდი, მაგრამ ეს კარგი იყო ჩემი განვითარებისთვის და მე ამით ბევრი რამ ვისწავლე. და აი შენთან ერთად სოფლიო ჩემპიონი რო ვარჯიშობ, ალბათ დიდი мотиваციაა ხო შენთვის? ეს დიდი პატივია ჩემთვის, მასთან ბავშვობიდან ვარჯიშობ, ბევრი რამ მასწავლა მათთან ერთად ვარჯიშმა და ეს მე ამაყება რომ მათი გუნდიდან ვარ. ისურვებ მალე შენ დამხარებული
მასალ წარმატებული სპორტი. დიდი მადლობა, აუცილებლად მე ვასახელებ ჩემ რაჭას და გუნდს. მოდი გაკოცო. მნიშვნელობა არ აქვს რომელი სპორტის სახეობაში მოგავში. თავარი არის ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს, რაც დღესდღეობით ყველაზე მაგრად სჭირდება ჩვენ ქვეყანას. ამისათვის პირობები რა ყველა შექმნილია, ყველა არ ვიცი, ახლა ჩემ ბავშვობაში ამდენი სტადიონი რო ყოფილიყო და ამდენი მოედანი რო ყოფილიყო და ამდენი ტრენაჟერები რო ყოფილიყო, არ ვიცი, ჩვენი თაობა ვიქნებოდით ალბათ ყველაზე ძლიერები მაგას. ყველანაირი პირობებია შექმნილი ახლა მაგალითად დავრობას ხელს უწყობს იმისათვის, რომ ბავშვი მივიდეს დარბაზში და ევარჯიშოს, წასვლებია, შეკლებებია თუ ესე შემდეგ და ეს შემდეგ და თავარი არის, რომ ბავშვმა ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს. არ აქვს მნიშვნელობა რომელი სპორტის სახეობაში მივა. ყველაფერი იქნება მერე კარგად. ხო, შეიძლება ალბათ ყველა ვერ გამოვიყენოს. კი ბატონო, ყველა შეიძლება სოფლის ჩემპიონი ვერ გახდეს, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს და რაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე მაგრად სჭირდება სპორტის რა. კარგად ხედავთ გარშემო რა ხდება რა. ქუჩას როგორ მიაქვს სიტუაცია და მივიდნენ ბავშვები სპორტის სახეობებით დაკავდნენ. ვასა, შენ რა სიტყვები? მეც იგივე სამი თავარი არის ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდნენ რა და იპოვონ თავიანთი თავი გარკვეულ სპორტებში, თუნდაც როგორც მე ვიყავი რა, თავარია ეგ ძალა გქონდეს შიგნიდან, რომ რაც კარგი აქითო და რაც სპორტისკენ იყო ადახდილი. და რა ვიცი, სან გამხარდება თუ ჩვენი კუთხიდან კიდე ბევრი მრავალი წარმატებული სპორტსმენი. კი, ჩვენ კუთხეში, რა ვიცი, ერთ პატარა კუთხეში სხვადასხვა მიმართულებით დღესდღეობით ძალიან ბევრი წარმატებული სპორტსმენია, რაც ძალიან საამაყო და მე დღეს ახლა როგორც რიგითი ვასო ჭრებალოდან არის და როგორც რიგითი ჭრებალური ძალიან ამაყი ვარ და როგორც რიგითი ქართველი და დარწმუნებული ვარ, რომ კიდე ბევრი ჩემსავე ძალიან ამაყია და კიდე ბევრჯერ გვასახელებს ვასო თავის გადასარევ წვრთნელთან ერთად და მადლობას გიხდით ჩვენთან სტუმრობისთვის და იმისთვის, ზოგადად თქვენი საქმიანობით, რასაც აკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი პატარა კუთხისთვის. მადლობა თქვენ და რა ვიცი, პირობას გაძლევთ, რომ ბევრჯერ გასახელებ კიდევ. ჯერა ნამდვილად ამბია.